გამარჯობა, მოგესალმებით. ეთერშია ტვინის გასაღების 59 ეპიზოდი. მე გახლავართ საბა ჯანაშია, ამ გადაცემის წამყვანი და წარმოგიდგენ თორნიკე ბაღათურია, ჩემ თანაწამყვანს. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა თორნიკე. ასევე წარმოგიდგენ ჩვენ უკარგეს სტუმარს, საფეხბურთო კლუბ რუსთავის მენეჯერს, ბაქარ ადამიანს. მოგესალმებით ბაქარ. მოგესალმებით ბიჭებო. გამარჯობა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის პირველ რიგში და რამდენი ხანია უგეგმავდით. აი რავი რა ამბები მოყოლებული უგეგმავდით რომ ბაქარი ჩვენი სტუმარი ყოფილიყო და როგორც იქნა დადგა ეს დღე რა და მიხარია რომ ჩვენ თანატოლი ჩვენი თანამოაზრე. კი და მიხარია რომ იმ დროებში მოწევას ამ დროში მოწევა მირჩენ იმ კაი ინფორმაციით და სასიხარულო ამბებით არის და პლუს მაყურებელსაც ჩვენ მაყურებელსაც შევახსენოთ ვინ არის ბაქარი და საიდან ისრობს ხალხი და საიდან ცემს პატრიოტს და საიდან უყვარს. ყველას ემახსოვრება თანატონებული. ხო ბაქარ შეება დრო გავიდა დიდი და მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. ანუ რა ამბები გავიარეთ და რა ამბებში ვიყავით და შენი აზრებიც ვიცით და შენი მოღვაწეობაც ვიცით და პირიქით, ანუ რავი გიყვარს ჩვენი ქვეყანა და შენი საქციელებიდანაც გამოჩენილა ეგეთი რაღაც და დღესაც ჩანს და რავი რა ბევრ კარგ რაღაცას აკეთებ მე როგორც ვიცია და მინდა რომ ადამიანებსაც გავაცნოთ ეს სიახლეები, მოუყვეთ რა სვაპირებს, რა გეგმები გვაქვს, როგორი გეგმები გვაქვს. უბრალოდ აი ერთი წუთით პატარა გადახოვას გავაკეთებ, მინდა მაინც რომ მაყურებლისთვის ეს რა დიდი ხნის ამბავი არის და ბაქარი ყველას შეიძლება არ ახსოვდეს. რა ეხა ხო, გავახსენოთ. ხო, ყველა მიცის უბრალოდ შეიძლება არ ახსოვდეს. დღეს მოწეული არის ბაქარი როგორც საფეხბურთო კლუბ რუსთავის მენეჯერი და ასევე ძალიან კარგი საქმე რასაც თავად იტყვის და არა ის ფაქტი, რაც საიდანაც ბაქარი გაიცნო საერთო საზოგადოებამ რა. მე გავახსენებ ჩვენ მაყურებელს, თუ გახსოვთ იმისი რა ქვია დავით გარეჯის ამბები რო იყო ატეხილი და ივერი მელაშვილი რო ყავდათ გამოყვანილი ვითომ გმირად და ვაიმე ეს კაცი და აი არა და ტიპიური მოღალატე. ხო, ტიპიური მოღალატე რომელსაც არავინ არ შეხვდა ისეთი რომ პირში მიეხალა რასაც ფიქრობდა რა და აი ეს კაცი შეხვდა ამ კაცს ბაქარის შემთხვევით გადააწყდა იმაში რა ქვია მაღაზიაში და ბაქარი რო გახედა და აი მართლა ფარსის მონაწილე ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ერთნაირი ბიჭები ვარ, ზოგადად ქართველები ეგეთები ვართ, რომ რავი, შენ გვერდზე რო დგას და შეგიძლია რომ სიტყვა უთხრაც, სათქმელი ხო? თავი არ შეიკავა და ყველაფერი უთხრა რა. მოდი გავახსენოთ მაყურებელს, გავხსენოთ ეს ვიდეოც. იდნენ და დადგენ იმ ჩიჩხეთურზე, მაგაზე მეუბნები რომ ეს არ გაცვარ ხალხ. სამართლიანობა იდიოტები იბრძოდნენ და ჩემისთანა იდიოტები აკეთებენ ამ ქვეყნის საქმეს და შენ გამყიდველი ყოველთვის. დაცვა რატო არ ხარ? ფაქტები დაგიდასტურდება. დაცვას რატო არ ეძახებ? იმიტომ რომ სამართალი არსებობს. დაცვას რატო არ ეძახის მაღაზია? ეს არის მეგობრებო ტიპიური მაგალითი იმის, როგორი უნდა იყოს ქართველი ბიჭი და როგორ უნდა ცემდეს ყველა მოღალატეს პასუხს. და დიდი მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ აი ესე საქვეყნოდ გიხდი პირადად შენ რა. ნამდვილად. მართლა ამბავი კაცმა ისე შეიფერა რომ მართლა ერთი მომენტი კინაღამ ისე გონდა თავი და იდეკაი რომ პირში შეგხოდა და პირში მიახალე რა ისე გამიხარდა მე შევხვდით ერთმანეთს და ხო გახსოვთ მაშინ გავიცანი თუ რაღაც მე ხო მაშინ გავიცანი და მე სულ მადლობები ვუხადე მეთქი სააღოს მოვიდე და შემოგევლები. ხო და ისეთი ბედნიერი ვიყავი ჩემი სათქმელი თქვა მივხვდი აი მე გულში რაც მე და ყველა სათქმელი თქვა. ხო რა თქმა უნდა მე ჩემი მხრიდან გულისხმობ რომ აი მე რაც გულში მე და აი მე თითქოს მე ველაპარაკებოდი აი გული მოვიფხანი. კი მე ცოტა მეტის გახსენება აღარ ჭირდება არავის არაფერი და ახლა გადავიდეთ გადაცემაში. ბაქარ, მოკლედ შენ გაქვს ძალიან კაი სიახლეები ჩვენი მაყურებლებისთვის, ზოგადად ქართველებისთვის, ფეხბურთელებისთვის და სპორტსმენებისთვის და ბავშვებისთვის. მინდა რომ გაგვაცნო შენი ამბები, შენი სიახლეები, რას გეგმავთ, რას აპირებთ, რა იგეგმება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო იქნება ეს ინფორმაცია. მოკლედ მივესალმები პირველ რიგში თქვენ ერთგულ მაყურებელს და გისურვებ წარმატებას ამ მაგარ გადაცემას აკეთებს და ესე განაგრძეთ ძმებო. მოკლედ შებერეთ და წარმატებები ძალიან დიდი. რაც შეეხება ჩვენს პროექტს, რომელიც ამჟამად ხა იგეგმება და სულ მალე უკვე განხორციელების ეტაპზე გადავა. რუსთავში, ქალაქ რუსთავში იგეგმება პირველი საერთაშორისო კემპი, საფეხბურთო კემპი, რომელიც არის
პირველად ხდება საქართველოში თითქმის სულ თბილისში ტარდება და რუსთავი არის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი ამ შემთხვევაში, სადაც ჩატარდება სპორტინგის კემპი, სპორტინგი გეცოდინებათ ყველას რო არის აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აკადემია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფეხბურთელი ალბათ აი ვინც არის დღეს კრისტიანო რონალდო არის მისი გაზრდილი და არა მარტო ნანი ფიგურა, რამდენი ნამდვილად. თან მნიშვნელოვანი ის არის რომ ქართულ კლუბების სტილი უფრო პორტუგალიურს გავს და ის სწორებაც ჩვენი ეგეთი უნდა იყოს, რომ მათ დავემსგავსოთ, ხა ჩვენ ვერ გავხდებით რეალები და ბარსელონები რა და შეგვიძლია რომ სპორტინგისნაირი კლუბი ვყავდეს საქართველოში, ამის პოტენციალი არის. რუსთავში იგეგმება სწორედ ეს კემპი 3-დან 7 ივნისის ჩათვლით და ახალგაზრდა მოზარდებს ბავშვებს 6-დან 16 წლამდე შეუულიათ რომ კიდევ გრძელდება რომ დარეგისტრირდნენ და მიიღონ ეს გამოცდილება, გაიარონ უცხოელ პორტუგალიელ მწვრთნელებთან ეს მასტერკლასები და ვარჯიშები. ამას მინდა ვთქვა რომ უამრავი ხარდაჭერი ყავს ამ პროექტს, განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრათ თვითონ საფეხბურთო კლუბ რუსთავს, რომლის ორგანიზებით ხდება ეს ყველაფერი და ჩვენი ხელმძღვანელობის მთავარი, ესე ვთქვათ, პრინციპი იყო, რომ რუსთავში საერთაშორისო ეს ფეხბურთი აი ცოტა აიწიოს, წარმოჩინდეს და უფრო მეტი ბავშვი მოვიზიდოთ, უფრო მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა მოვიზიდოთ, იმიტომ რომ რუსთავი ძალიან სპორტული ქალაქია და აქამდე ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდა, ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ, ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, უკვე დაგეგმილია, რაღაცები განხორციელდა, შეიქმნა აკადემიის 200 მეტრიანი სტანდარტული სტადიონი თავის გასახდელებით და ყველანაირი სივრცით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დაახლოებით ეს მოემსახურება ალბათ 1000-1200 ბავშვს შეძლებს იქ ვარჯიშს. ამის გარდა ქალაქში იგეგმება ცენტრალური სტადიონის მშენებლობა, რომელიც ეს არის აი მაგას ელოდება ალბათ. ეს იქნება ალბათ რავი, რამდენიმე წელში, მაგრამ ეს იქნება ბუმი რა მე რუსთავში და მე დარწმუნებული ვარ, როცა სტადიონიც იქნება, უკვე აკადემიაც გაეშვება. რამდენი მაყურებლიანი იქნება? 8000 კაცზე იქნება გათვლილი, იქნება UEFA-ს მეოთხე კატეგორიის, რომელიც არის უმაღლესი კატეგორია და მიიღებს ჩემპიონთა ლიგის თამაშების მიღება იქნება შესაძლებელი და მე ამ სიტყვას ისეთ ყველა არ ვამბობ, ფიქრობ, რომ რუსთავი ერთ-ერთი მოწინავე ქართული გუნდი იქნება, ვინც ეურო ტურნირებს ითამაშებს. ამინ. და ნელა უნდა გავიყვალოთ ეგ და მოკლედ ჩვენი გეგმები არის კემთან დაკავშირებით ესეთი, მის გარდა არის ბევრი სამომავლო რაღაც პროექტის იგეგმება. ეს კემპი არ არის მხოლოდ ერთჯერადი, ესე ვთქვათ, რაღაცა პროექტი, აქ მთავარი მიზანი არის ის, რომ უბრალოდ პირველი ნაბიჯია კემპი, ისე არ ხდება, რომ მთავარი ჩვენი მიზანი არის, რომ სპორტინგის აკადემია ჩამოვიტანოთ რუსთავში, მათი მეთოდოლოგია, მათი მწვრთნელები მოხდეს ჩვენი მწვრთნელების იქ გაგზავნა, გადამზადება, ესე ვთქვათ და უფრო მეტად პროფესიულად ევროპული სტანდარტებით, რაც იქ ხორციელდება, ის დაინერგოს რუსთავში. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აკადემია ფუნქციონირებს და მოემსახურება, რა ვიცი, რამდენიმე ასეულ ბავშვს და გარდა ფეხბურთისა, თვითონ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელების, ესე ვთქვათ, იდეა და იდეა ფიქსი ის არის, რომ ფეხბურთი და ზოგადად სპორტი რა ბავშვებს აძლევს გარკვეულ რაღაცა უნარჩვევებს და გარკვეულ ღირებულებებს და ჩვენ აქცენტებს მაგაზე ვაკეთებთ, რომ შესაძლებლობა გვექნება და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობაც, რომ არ არის მარტივი 1000 ბავშვი, 800 ბავშვი, თუნდაც თუ 1200 რამდენი იქნება, რომ ამ ბავშვებთან შევძლოთ სწორად მუშაობა. პირველ რიგში ეს ახალგაზრდები უნდა ჩამოვაყალიბოთ ადამიანებად, მათ უნდა ვასწავლოთ ისეთი ღირებულებები, როგორიც არის, რა ვიცი, მეგობრობა, ქვეყნის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა, თანასწორობა და ამ შემდეგ. ეს იმიტომ რომ ფეხბურთი ცოტა ისეთია რა, რაღაც რო ავიღოთ ციფრებით 1000-დან შეიძლება 2-3% თამაშობს მაღალ დონეზე ფეხბურთს. დანარჩენი ხო ჩვენი საზოგადოების წევრი ხდება ეს ჩვენ გვაქვს მაგაზის ნაფიქრი, რომ მთავარია, რომ ის გარემო შევქნათ და ისეთი სიტუაცია შევქნათ, რომ ვისაც მეტი ნიჭი ექნება, მეტი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ის გავზარდოთ მაღალი დონის ფეხბურთელად და დანარჩენ შემთხვევაში დანარჩენი ჩვენი, ესე ვთქვათ, მოთამაშე ბავშვები ადამიანებად და კაცებად და კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ რა, ეს არის ჩვენი კემპი როდის ტარდება?
კემპი გაიმართება 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით 5 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ჩატარდება ვარჯიშები. ველოდებით როგორც მოზარდებს, ანუ ბავშვებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან, ასევე მათ რა ვიცი მშობლებს შეუძლიათ რომ ნახონ როგორია საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ჩვენ ვიწვევთ და უფასო შეუძლიათ მოვიდნენ როგორც მწვრთნელები, ისე საფეხბურთო ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები, რომ დაესწრონ ნახონ ის იქნება მწვრთნელებისთვის უფასო მასტერკლასივით ნახონ როგორ ატარებს სპორტინგის მწვრთნელები იქ ვარჯიშებს სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში და შესაბამისად მოვუწოდებ რა ქვია ბავშვებს რომ დარეგისტრირდნენ მარტივია დარეგისტრირება თიკეტჯიზე შეუძლიათ შეიძინონ ბილეთი ასევე შეუძლიათ გადანაწილებით მოახდინონ თანხა რომ რამდენიმე თვეზე იყოს გაყოფილი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა აღვნიშნო რომ ამ კემპის დასრულებისთანავე გამოვლინდება 2 საუკეთესო ახალგაზრდა ბავშვი რომელიც საზაფხულო ბანაკში თვითონ სპორტინგში გაიმგზავრება და ერთი კვირით იქ გაიზიარებს უკვე გამოცდილებას რასაც მინდა აღვნიშნო და მადლობა მოუხადო ქალაქ რუსთავის მერიას რომ რუსთავის მერია დააფინანსებს ამ ბავშვების მშობლებთან ერთად გამგზავრებას და ყველანაირ ხარჯს აიღებს და კიდევ ერთხელ მადლობა რუსთავის ძალიან კარგი საქმეა მართლა ნეტა ესე ხდება ეს ყველა ქალაქში უნდა დაინერგოს ეს ის და ყველა თავის ქალაქზე ეს უნდა იზრუნოს ჩემი აზრით და ეგეთია და სპორტის ხელშეწყობისთვის და იმისთვის ესა ერთ კითხვას დაგისვა წენაში როგორც ახსენე მოკლედო რუსთავი ჩემპიონების ქალაქიაო რა ეხლა ამას ვერ გავიქცევით მანუ ყველა წარმოიდგინე ინდონეზიურად რომ რუსთავზე ვიძახით აი ველა ესე რომ გახსენდება მართლა ყველა ისეთი ბიჭი გახსენდება რომ მართლა ველა არის რაღაცა დაჯილდოვებული რაღაც ჩემპიონის ნიჭით რა ხო და არის მართლა ეს რა მე როგორც ვიცი ასევე წინა გადაცემაში ვთქვით რუსთავის კლუბმა საფეხბურთო კლუბმა წინა წელს მოიგო მეორე დივიზიონი და გადმოვიდა წელს უკვე პირველ დივიზიონში თამაშობს ხო ესეა ხო და ეს ყველაფერი ხო ამ ჩვენ მომავალთაობას პატარებს ხო ძალიან დიდ мотиваციას აძლევს რა თუნდაც სტადიონი იქნება აკადემია იქნება თუ ის თუნდაც ის რომ დაინერგოს რა ის რაც გულშემატკივრების რაღაცა ის წამოვიდეს რო ან ხვდები ხალხმა იაროს სტადიონებზე ხო ეს არის აუცილებლად და მე დარწმუნება ის 800-იანი სტადიონი რო აშენდება თავი და ქალაქი დასაწაული ჩვენი გუნდის თამაშია დღეს ჩემი აზრით ჯერ თვითონ სტადიონი ანუ სანახაო რაღაცა ახალი რაღაცა ესე თუ ყველას აინტერესებს რომ მივიდეს ნახოს ბათუმშიც ეგრე იყო რა ხო ბათუმში ანუ რამდენი 20000 ეტევა პლუს მაგას შედეგებიც რომ მოყვება ეხლა უნდა აღვნიშნოთ რომ ჩვენი კლუბი ამ ეტაპზე იმყოფება მეორე მესამე ადგილს იყოფს და სრულად ჩართულია ბრძოლაში ძალიან ღირსეულად გამოვდივართ მიუხედავად იმისა რომ ვითვლებით რომ დებიუტანტი მაგარი შედეგი არის ხო აბარა ან მე მინდა აღვნიშნო რომ ეხლა მე თვითონ არ ვარ ქალაქ რუსთავიდან მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ ზოგადად ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ერთი რაც უნდა აღვნიშნო რომ თვითონ გუნდი რა ანუ ესე ვიტყოდი გუნდს გულისხმობ იმ ადამიანთა ჯგუფს რომელიც ამ გუნდის ამ დონეზე დაბრუნებაში და ესეთ ღირსეულ გამოსვლაში მონაწილეობას იღებს მე არ გულისხმობ თვითონ სპორტულ ნაწილს არასპორტულ ნაწილში იგივე ხელმძღვანელებს იგივე გვერდში მდგომ ადამიანებს გულშემატკივრებს იმდენად რაღაცა დადებითი ემოცია ტრიალებს და იმდენად რაღაც ენერგეტიკა ტრიალებს დადებითი რომ აი შედეგები ისე არ ხდება რა რაღაც მე ყველაფრის ვჯერა რომ როგორ ცხოვრობს ადამიანი, როგორ უდგება მის საქმეს, როგორ პროფესიონალიზმით, როგორი გულითაც უდგება, ის უბრუნდება რა სამყაროსგან და ეგრეა რა თქმა მე რაც აი ამ გუნდში მოსვლით დავინახე და ვნახე ესეთი დადებითი ადამიანების, სუფთა ადამიანების ერთობლიობა მიდის რაღაც ერთი კონკრეტული მიზნისკენ ყველა არის გაერთიანებული და დარწმუნებული ვარ რომ წარმატება აუცილებლად მოვა და ეს ყველაფერი ერთად რომ შეივსდება სტადიონიც კი აუცილებლად მოხდება ისეთ კარგ საქმეს აკეთებს აკეთებთ რომ აუცილებლად ყველაზე მინიმუმ კონფერენს ლიგით დავიწყოთ რა კი მაგით მე დავიწყოთ კი და ეს მართლა კონფერენს ლიგა მართლა უდიდეს წარმატებას გისურვებ მთელი გულით გინდა ერთ პროექტში რაც თქვით გინდა მეორეში გინდა სამომავლოდ ყველაფერში ჩვენი იმედი ყველაფერში გქონდეთ თუ რამე შეგვეძლება ყოველთვის გვერდში დაგიდგებით ეგეთ კარგ საქმეში იცოდეთ რა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მაგაზეთ კიდე ცალკე რუსთავს ამ კარგი საქმისთვის ცალკე თქვენ ესეთი ჩართულები ხარ და ამ მიზანი ხო
მოკლედ მადლობა მიხარია ეს რაღაც რო ვიგებ რა ეს რაღაცები უფრო მეტად უნდა ხდებოდეს ზოგადად რა ადამიანებისთვის ცნობადი იმიტომ რომ ანუ დღეს ისევაც რაღაც დაზაფრულები აი ამ აუნებელი ხალხით რომ აი სუმიდის ის და ვითომ რაღაცა ფუჭდება და და რეალურად ძალიან ბევრი კარგი რაღაც კეთდება რომელსაც უბრალოდ დანახვა ჭირდება და კარგად მიღება ჭირდება თორე ეხლა ეგრე შემიძლია ყველაფერზე ჩემი უარყოფითი კომენტარი გავაკეთო და ნებისმიერ ამაზე შეგიძლია თუ სულ ნებისმიერ რაღაცაზე ადამიანი თუ მოინდომებ ნებისმიერ შეგიძლია რაღაცა მოძებნო და იქ მე აკრიტიკო რა თქმა უნდა ხო და ეხლა ჩვენ გავიარეთ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე რა ანუ ჯერ რამდენი ხალხი გამოვიდა როგორ ანუ ისევ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მთელ სამყაროს რომ ვინ ვართ ქართველები რისი გვწამს რისი გვჯერა და რას ვცემთ პატივს და რა გვიყვარს რა მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გამოჩნდნენ პირიქით გასაკვირი არ არის ეგ ყველაფერი ეგენი რომ გამოსშეგენი ხსუმატა ვითომ უნდა გაგიკვირდეს ახლა რა მიხდე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ისინი გამოჩნდნენ მიხდე მაგრამ ესე არ გიკვირს ეგენი მოვიდოდნენ ისიც ეგა მოკლედ გამოჩნდნენ მავნებელები და გახედეს გამოხედეს და ამდენი ხალხის დაინახეთ მაგრამ არა მოისმინეს პატრიარქის გამოსვლა გაიგეს როგორც თვითონ უნდათ ისე ეგეც და ანუ ერთ-ერთი აი სრული მავნებელი გოგოს ვიდეო მოხდება რომელიც ჩვენ პატრიარქს ადარებს აიათოლას ანუ მართლა მე რას ვხდები ცირო აი ამის გამეორებას კი მზარავს მაგრამ ამ ხალხს სადაგროვებენ მარსა გამოყავთ სადმე იმე სათბურებში ინკუბატორში რა მართლა სპეციალურად ესეთი ისინი გამოყავთ რომ ანუ ესე ხედავთ ეს რეალობას და ეს სირცხვილი საერთოდ ნატამალი არ ქონდეთ? ეგრე არის. ინკუბატორში გამოსდილები არიან თმა. ერთნაირი შეხედულებები აქვს ყველაფერზე. ნებისმიერ თუ ხარ დაკვირვებული, აი ნებისმიერ რაღაცა. რო კითხო, აი თავისუფალი ადამიანები. ამდროს აი ზუსტად ერთი და იგივე დოგმები ვიცი. ნებისმიერ რაღაცაში ერთნაირები არის. ნებისმიერ პროტესტში. ვუყუროთ ამ ვიდეოს. შენ უყურე სხვათა შორის განსვენებული აიათოლა ხამენეის განცხადებას აბორტთან მიმართებაში და ერთ-ერთში შიო მესამეს იმეორებს თუ ის იმეორებს ამას მოკლედ ვერ გაიგებ. ეს იცი რომელი სიმღერიდან არის? აი პუტინი რო რაღაცა სიტყვის და მე აქ რო ვიღაც სიტყვაზე პრემიერიც იგივეს რო გაიმეროს და აი პუტინმა თქვა. შემდგარის ფაქტი დღეს გაცენდა და დღეს გაცენდა და ეს არის ვაფშე სხვა ლეველი დეგრადაციის. ბიჭო, წარმოიდგინე ჯერ ახალგაზრდა გოგო რო ხარ. ქრისტიანი თუ ხარ, ქართველი თუ ხარ და შენთვის თუ ხარ. აიათოლა ხამენეის რატო უნდა უსმენდე? გარდაცვლილია 1, 3 თუ 4 თვის, ხო? ეს რატო? იმიტომ რომ დასერჩა რომ იქნებ რა სიძახის რომ მე ეს თქვა. ჯერ ისიც ვერ გაიგო, რომ ის კაცი 4 თვის წინ გარდაიცვალა, ეს კაცი ეხლა გახდა პატრიარქი ჯვარიწერია. ვინ რას იმეორებს, ის ვერ გაიგო, იმან გაიმეორა ამის თუ იმან ამისი. ან მაგას ამბობს, მე ვერ გავიგე ის ბაძავს ამას თუ ეს ბაძავს იმასო. მაგას ამბობს რა იმაშლა. ანუ არავინ არაფერს არ იმეორებს ზოგადად ჩვენც ეგრე ვთვლით და ყველა ნორმალური ადამიანი ეგრე უნდა თვლიეს აბორტი არის უდიდესი ცოდვა და დანაშაული არ შეიძლება ეგეთი რაღაცის გაკეთება კიდე ერთხელ ხაზს გავუსვამე ეს თუ ჯანმრთელობის პრობლემიდან არის გამოწვეული შეიძლება ნაყოფს გადაყვეს მშობიარობიზოს მშობელი ან ისეთ ჯანმრთელობის პრობლემას სიცოცხლის საქმეა ეს არ არის აბორტი და ეს არ არის მკვლელობა და ეს არ არის გააზრებულად რაღაცა გაკეთებული აქვს ეს არის სიტუაციიდან გამომდინარე ან ერთი უნდა გადარჩეს ან მეორე მიხვდი ანუ ეს არის ის სადაც შეიძლება ადამიანი ამას გაგებით მოეკიდოს მაგრამ ესე მიზანმიმართულად აბორტის გაკეთება არის უდიდესი ცოდვა რომელიც ანუ შენ სულს ძალიან დიდ ზიანს აყენებს და შენ ყველაფერს ალბათ ირული მაგცოდვით ცხოვრებისთვის ანუ ამ დროს არის ისიც ვერ გაიგეს რა ცოდვა არავინ არასდროს ამას არ ამბობს, რომ ცოდვილი ადამიანს არ აქვს საშუალება და არ აქვს უფლება მოინანიოს ეს ცოდვა. თავისი ცხოვრებით. ანუ ამ მავნებლებმა კიდე ის გაიგეს, რომ ადამიანს თუ ეგ გაკეთებული, გადახარული ეგ ადამიანებში აღარ წერია. ანუ ხართ მავნებლები და მართლა საზეზარი ადამიანები. როგორც უნდა თქვენ მართლა ანუ აბორტი კი არა, თქვენ ისედაც მაგაში ხართ. მოქცეულები, რეებსაც ამოგდით პირიდან რა და
რავი, ეგეთი რაღაცების ლაპარაკით, როგორი ცხოვრებაც გექნებათ, მაგათაც ნახავთ თქვენ. ერთ დავამატებდი საბარო თვითონ უწმინდესმა იმ დღეს სიტყვაში ახსენა, რომ სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლები პირიქით არსად არ ხდება ამდენი აბორტი და ალბათ რავი ამას მოკრეს ყურიან ვიღაცამ მესიჯბოქსი და მაგით უახსენა აიათოლა, მაგრამ რეალობა ეგ არის, რომ არც ერთ აღმსარებლობაში არ აბორტისკენ არავინ არ მოუწოდებს პირიქით და ჩვენ როგორც მართლმადიდებლებს, რა თქმა უნდა, ეს მარტო ცივილურ სამყაროშია აქეთ. იმის მაგივრად, რომ ეს ხალხი თუნდაც რავის განსხვავებულ აზრზე ოპოზიციას გულისხმობ და პოლიტიკურ აზრზე მყოფი ადამიანი ეთანხმებოდეს, რომ კი დემოგრაფიისთვის ცუდია, ქვეყნისთვის ცუდია აბორტი, რომ გამრავლება არ ხდება. არა, ესენი მაინც რაღაცა სხვა ნავში უნდა ჩაჯდნენ და კაცო აი რატო თქვა აბორტი და კაია ვაკეთოთ აბორტი. კიდე რა არის ბოდიში აი მარტივად არის ბიოლოგიურად და მეცნიერულად ჩასახვის თანავე უნიკალური ანუ გენეტიკური კოდი აქვს საკუთარი დნ. ეხა ჩვენ როგორებიც ვართ ისეთი ხარ ჩასახვის თანავე. ანუ ეს დედის სხეულის ნაწილი კი არ არის, ეს არის დედის სხეულში სხვა ადამიანი. ანუ მაგ პირდაპირ იწვება ეს მკვლელობა. თქო როგორ არის მე მესმის ზოგადად საზოგადოების ბევრს არ აქვს ესეთი უბრალოდ ეს რელიგიურად ესია და ბევრი შეიძლება ვერ ხვდებოდეს ამას. არა, გამის განათლება არა, გამის ინფორმაცია მომენტია, ხო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ამას საუბრობდა, ხო? უკვე ბევრი იტყვის ამაზე უარს. ზუსტად მონანიება აი ქრისტიანობა რა ნებისმიერ ადამიანს აი ნებისმიერ ცოდვა რაც არ უნდა რაც ჩაგიდენია და ჩაუდენია ადამიანს ყველაფერს მონანიება შეგიძლია. ეს არის ქრისტიანობა და არცი თავარი საღტენი ეს არის რომ ცოდვილები ვარ ჩვენ ყველანი მაგრამ ეს ცოდვა შეგვიძლია მოვინანიოთ რა მარტივად და პატრიარქმა ზუსტად ეს თქვა მაგრამ ეს პროვოკატორები რაც გავიმეორეთ ეს არის ზუსტად რაც აწყობთ იმას გებულობენ. მავნებლები არის. ამასთან დაკავშირებით უსმენდი პატრიარქის ქადაგების მერე უსმენდი გამოიყვანეს ბიჭო ეს ჩვენ რო მაშინ გადაცემაში ყავდა ეს ფორმულას რა დღეული ჟურნალისტი რო არის ხო იცი გამატიტვლის და გამჩხილის და აი ეგ რო აი მე კაცის ის რო არის რა აი საპირისპირო რაღაცა ვერ გავიგე რა არის ანტიკაცია შენ გეუნები შენ თუ ამას უყურებ იმენა შენზე არის ლაპარაკი გამოდის და ის ჯერ აი ვაკეში რო დადიოდია იცი დამენახენ ერთი აი მეც უნდა გამეკეთებინა შენზე გადაცემა იქ. გამოდის ამ ხალხთან წარმოიდგინე და თქვენ ეთანხმებით რომ აბორტს ანუ ჯერ აუფლება გაქვს საერთოდ ანუ ამ კითხვას რომ სვა რაც ქვია ანუ ეთანხმები არ ეთანხმები რას ნიშნავს. ყველობას ეთანხმები კონტექსტი. მაგაც ეკითხება და ეს ხალხი უნდა რა თქმა უნდა აბორტი და ცოდვა და არ შეიძლება და თუ ჯანმრთელობის მხრივ არის გამოწვეული ანუ ამას ეუნებიან და არ მოწონს იქ პასუხი. თქვენ ახლობლის რომ დაემართოს ეგ მაინც იმას იზავთ აი ავი რა დედამგშობათ მართლა ეს ერთი და იგივე ნაირები სად გამოიჩეკეთ სად გაკეთებენ აი როგორ მაინტერესებს პროსტა მართლა ვეროი აი მართლა ისე არის გამოყრილებით რა ანუ აი სტამპიც კი არა აქვთ აი ეს იმის ხელით გაკერეს და გამო აი ეგ სასწაულია თან რა ხდება იცაბა რომ მაგ დღეს ებრძვიან რა მოჯახის სიტრატო ებრძვიან რომ აი მარტო ფლაიერები როა დაბეჭდილი დედა მამა ბავშვები აი ეგეც აღიზიანებს და დღე რა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს დღე დააწესა ჩვენმა უდიდესმა პატრიარქ ხო უწმინდესმა ილია მეორემ და გარდაცვლა ამ ქვეყნიდან გასული ადამიანი ამ ქვეყნიდან და მაინც ებრძვიან და მაინც ვერ ერევიან წარმოიდგინე ეს დღე აღიზიანებთ ანუ გაგიჟებულები არიან და ადამიანმა რომელიც ამდენი იღვაწა მისი გარდაცვალებით ხო ჯერ ერიხო გააერთიან რაღაც სასწაულები ჩაიდინა და ეს დღე როგორი დატოვა რომ მთელი ცხოვრება ესენი ალბათ ამ დღის ბრძოლაში გაატარებენ და მაინც ვერ დაამარცხებენ. იმიტომ რომ ვერ იქნებიან აბა რა იმიტომ არა ოჯახის შეგრძნება არა აქვს ძმაო ანუ აქვთ იცი რა რომ ანუ არიან აღრეული ფერადი ტიპები რომლებსაც უყო ბიჭებს უყვართ ერთმანეთი ეხა და სოქმრობას აპირებენ რა ოჯახის სიწმინდე ეხა იმ როგორ უნდა გალიფში ერთ ყალიფში რო ჩაასხამ და გამოვლენ რაღაცა აი ტიპები არიან მარტო პარტიებად გამოშვებული ნაგავი რომელიც ხალხში აირია და ამ ხალხს ცდილობს რომ მოწამლოს რა ხო ხტები იმანის და ალპოს იმანის და ალპოს მაგრამ ხა ვერ ხვდებიან რომ ამდენი ხანი რამდენი იქნებოდა ეგეთი ხა ჩვენ სამ დავიბადებოდი და ვაფშე არ ვიცით რამდენი ეგეთი მავნებლობა მიდიოდა ჩვენი ერის რაღაცა გადაგვარების თან მაგ დღეს ხო იცი როგორ აშავებენ რომ აი ქართველი ვაშკაცები გეგონე აი ვითომ ცოლს არ ღალატობენ და რაღაცა და ჯერ ერთი პირაცოდებზე რომ გადადიან რაღაცა ხო რა ყველას თავის ყველა ცოდვილია და ყველა მოეკითხება თავისი მაგრამ
აქ მარტო არ არის რომ ეს არის ცოლქმრის დღე, ნათქვამიც არის რომ ოჯახის სიწმინდე და მშობლების პატივისცემის დღეა. მარტო მშობლების პატივს მაგიტო მაინც უნდა თვლიდე რომ ეს დღე მნიშვნელოვანია და ისიც იქიდან მოდიოდა რომ უწმინდესი როგორც ემდა მისშობლებს პატივს, რომ აი რა ვიცი, გარდაცვლილებსაც ეფერებოდა და სულ რაღაც პატივცემდა და თქმა უნდა, იქ ხომ მაგალითი სიყვარულიც არა. გავიგე, კაი, შეიძლება არ გიყვარს, ცოლი არ ყავს და არ გიყვარდეს, ან რაღაც სხვა ორიენტაცია გაქვს, მაგრამ დედა და მამა რო არ გიყვარს, ესე იგი მართლა რაღაცა რობოტი ხარ ქარხანაში გამოშვებული. არა, გეუბნები, მაგას გეუბნები. ეგ უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი ესეთი, რომ მეწოდებიან, არა აქვთ შეიძლება მიხვდი, ანუ აი არ გაუვლიოთ ეს ოჯახის მომენტი და თვითონაც გაიჩნდნენ ეგეთი ტიპები რა. ხო, ნახე ეს არ ამართლებს რაღაც მომენტში მაგას რა. ძალიან ბევრი ადამიანია რომ არ ყოფილა ის და არ ქონია ეს, მაგრამ იცის როგორ უნდა მოიქცეს რა. ანუ ძალიან ბევრი არის ეგეთი. რამე ხა არც მე არ ყავს ცოლი, მაგრამ უდიდეს პატივს ცემ ოჯახის თვითონ ფუნდამენტურ ღირებულებებს და რა ძალაც აქვს და რაც არის საერთოდ ვაფშე რა მნიშვნელობაც აქვს და როგორ ეხლა ცოლი უნდა მოვიყვანო მაინდა-მაინც რომ გასკრა ეგ გავიგო რატო? ანუ რატო? კიდე მამა არჩინე მყავდა კაი ძალიან კაი მამაო სტუმრად და ესეთი საინტერესო რაღაცა თქვა და ეს ჩამჩა რომ ამ ტრემაო ვერ დაიმახსოვრესო ჩვენ საქართველოს ტრემაო რომ ქართველებს როცა ებძვიანო მაშინ ძლიერდებითო რა და ქართველი თუ გინდაო რომ გაფუჭტესო მიუშვი თავის ნებაზეო და ესეთი ვერ დაიმახსოვრეს ეგ მოუსმინე ნახე როცა გვებძვიან მაშინ ძლიერდები და ეგ აი ზუსტი შეფასებაა და მათ ვერ გაიგეს და ეხა ამას ხო ლაპარაკობთ მაინც ვერ გაიგებენ კიდე უფრო გვერდია და მაინც ვერ გაიგებენ კიდე უფრო კომენტარებში და ნუ უბნებითო მაგას. თან ეხა რატო აქვს იცი ეს გაცხადებული ომი რომ უკვე მივედით რაღაც სახელმწიფო იმ ეტაპზე რომ რაღაც გაჩნდა რაღაც შესაძლებლობები რომ უფრო მეტად ვიზრუნოთ იმაზე რა ძალიან გვჭირდება დემოგრაფია, ოჯახი და ხო ლაპარაკი არის ძლიერი სახელმწიფო საწინდარი რა და უკვე ანუ ხდებიან რომ აი ეს თუ გამოვიდა მერე ვეღარ მოგვერევიან. მოდი ახლა რაღაც სხვა თემებზე გადავიდე, სასაუბრო ბევრი თემა გვაქვს და ძალიან დიდი ხანით ვარ გაგვიგზელდეს ჩვენი საუბარი, რაღაც უკვე კონკრეტულ თემებზე გადავიდეთ და აი გრანტი ჭამია კაცი მინდა ჩაგირთოთ, რომელიც აი თელი თავის ცხოვრება გრანტებს რო ცოხნის, აი ხა დანიაში ხომ ყველა ნახეთ, აქცია ჩატარდა და აი ძვრებში დალეწეს ბიტები, ცემეს და ძაღლები მიუქსიეს ხალხს დემოკრატიულ დაუკომპანიაში და არავინ არ გვმოს ამას აქ გერმანიის ელჩთან მივიდნენ კომენტარზე და პასუხი ვერ გაცა იქ კიდე ნასტვა მივარო და გავიგე ხო ლაშას მამა გარდაიცვალო და მეორე მუთხრა ერთი მუთხრა ლაშას მამა გარდაიცვალა მან დღარ გასასვლელი პასუხებიც არ აქვს და ამასაც აგე ნათელი მაგალითი უბრალოდ ნახეთ აი ვერ აღიარებს რა დანიასთან მიმართებაში ორი кейსი არის ხო განხილული ერთი არის ლაპარაკია იმაზე რომ იქ ძაღლები გამოიყენეს მაგრამ ეს თუ ლეგალურია თქვა ძაღლის მიყვანა პოლიციელს უკავია ძაღლი რომელიც ყებს და რაღაცაერად აშინებს რაღაცა იმას იყენებს ხო როდესაც არაკანონიერია მიტინგი და რაღაც გადაცდა თქვა კანონიერების ზღვარს და რაღაცას უშლის ხელს ისეც რომელიც არ უნდა თქვა არ უნდა მოხდეს ხო მაგრამ განა რაღაც ვიღაცა დაშავდა კონკრეტულად იქ და ვიღაცა დაგლიჯა ძაღლმა და ეს მოხდა რაღაც სპეციალურად და შემდეგ აი რამდენი ტყუილი თქვა ხა და ბოდავს ხო აი ეს რაც ნას რა ანუ ყველანაირ ცილოს რო ეს გააბრალოს და ხო აი აბსურდია ეს ტიპები დრინებით მე ძაღლებს და კმენინეს და მე ქორებს დააკორტნეს ტიპები და ეს გამოდის და ლეგ მიიყვანეს ეს სამონი რამეს რო აშავდა აქცია და ძაღლიც რო გიდგას ტიპოსთან აყეფინებს როს ეს არის დემოკრატიული. ვინმე რამე და ანუ ეს გადაცდაო და შესაძლებელი ანუ ჩვენთან რა მოხდა? არაფერი დემოკრატია დაუწე ფეირვერკებს რო პარლამენტს არ არის დანაშაული. ნუ გადაცდომა არის. არის მონა. რომელი სახის მონა იცი რომელი კატეგორიის მონა იცი? თავის სახში რო რაც არ უნდა მოხდეს არ ხედავს. ანუ ესეა, მაგრამ იქიდან ცნობილი გრანტი ჭამია იმენა. მონა ეგ იყო ევროპული სტანდარტით დარბეული მშვიდობიანი აქცია. ეგეთი მე ნანახი მაქვს 2007 წლებში და მაგ პერიოდში ზუსტად მოშიმშილები და დემოკრატიული ხელკეტები. ეხლა რომ ამბობენ რომ ჩვენ ევროპულ სტანდარტზე წინ ანუ აი ძნელია რომ არ დაეთანხმო. მართლა წინ ვართ მაგ სტანდარტზე რაც დანიაში ვნახეთ ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეგეთი რამე ხდებოდეს და ეგენი არიან რა ქვია ორმაგი სტანდარტი და კიდე სხვანაირად ვეძახით ხოლმე ორ რაღაცა არსებები რომ ესე როცა უნდათ ესე ამბობენ მე როცა უნდა ნებისმიერ რაღაცას როგორც თვითონ უნდათ ისე ფული გააправონ მიღებული ეს ქართველი მონები რომ ამას არ ხედავენ ანუ რო არ ჩანს ამათთვის მა ეხლა იმიტომ ხო ძალით მიეუქციეს ზაღლიო და ანუ ეს ეხლა
მართლა სულით ამონები, ანუ რა უნდა ვინაა საერთოდ ან ვინ მოусმეს ამ კაცს, ხო? აი ვაფშე ვინაა რა. მაგრამ просто აი არც ხვენია და ამას აკეთებს. ეხლა მონა ნომერი 2. დღეს ირაკლი გობახიძემ საბჭოთა პროპაგანდის კლასიკურ სტილში კოპენჰაგენში პოლიციის ძალადობა დაგმო. შეგახსენებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან რიცხვს დანიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დანიის საშუალო ხელფასი არის 6500 ლარი. დანიაში პენსია მერყეობს 2000-დან 3000 ევრომდე და აქვე დანია მსოფლიოს ბედნიერების ინდექსით მესამე ადგილზეა. და მან კიდე რა თქვა ხო იცი მგონი მაგ ვიდეოში ლეგო აქო და ანუ ლეგო გამოუშვა მაშინ კი ანუ ლეგო გამოუშვა კაცო და დააგრეჭინეთ დაგლები ანუ აი ქვეყანაზე ემობა ლეგო შექმნაო და ანუ ჩვენ გვესაუბრებიან ქვეყანა სადაც რა ქრისტიანობის აკმანი დაირცა ღვინო და ხორბალი თამარ მეფემ როდის გააუქმა და ჭკუას გვასწავლა მე მაგეთები აი ამ ტიპის ლოგიკით რა ამ ტიპის ლოგიკით ესე იგი ანუ ფაქტი მოხდა, რომ დანიაში დაშალეს მიტინგი ძალადობრივად, ძაღლებს დააგრეჯინეს, დრინებით ცემეს და ყვავებს დააკორტნინეს ტიპები. და გამოდის მონა ნომერი 2 და ამბობს, რომ კი დააკორტნინესო ეცენი და კი დააჭმევინეს ძალებს, მაგრამ ხელფასი ერთი წამიო თქვენ ხო არ გავიწევათ ხელფასი იქ რამდენი არისო და პენსია რამდენი არის და ბედნიერების ინდექსით ეს ხალხი მეორე ადგილზე არიან თქმადი და დაკორტნით და თქმითო და ანუ წარმოიდგინე ესე იგი ანუ მე მიმართავ ხელისუფლებას ან ვისაც შეუძლია რომ ამ ადამიანს ლიჩნად ამას აი იმენა პირადად ამას დაუნიშნეთ ხელფასი და ყოველდღე კაფებში ამ ანუ აუწიეთ 6000 დაუნიშნეთ გამოთვე გაგი ეგრევე 6000 თვითონ თქვა ციფრი რამდენი უნდა თვითონ თქვა დემოკრატია არა თვითონ აი დანიაში არის 6 არის თვითონ არა ჩვენ უფრო დემოკრატიულად მოვექცეთ არის პასუხი ეგეთი რომ დანია ბედნიერების ინდექსით არის მეორე ადგილზე მათ პასუხობ მაგას და ვერ მოითხოვს მაგაზე მეთქვი თუმცა ბედნიერების ინდექსით ისინი თუ მაგას ითხოვენ ეს უბედურების ინდექსით ნაკრებს უნდა ითხოვდეს ხო ეგ არის წლების წინ პირველზე იყო ეხლა მეორეზე როა და ერთ რამდენიმე წელში მგონი ესე თუ გააგრძელეს შენ ეს გააგრძელი არა მაგრამ შენ ეხლა რათაც ლაპარაკობ მაქინ გონარი ხელფასი მოგცენ 6000 და დანიაში გირთხან თუ გინდა დაგაკორტნინონ და ანუ აი ეგეთ ცხოვრებაში გამყოფონ და რავი ღირსი ხარ ამას ვლაპარაკობ უკვე ღირსი ხარ მაგითი და წარმოიდგინე ამას ლიდერი ვარ პარტიებში ბიჭო ვინებს ლაპარაკებენ წარმოიდგინე ტელევიზორში გამოდის ეს ტიპი და ამას აცხადებს ხალხი უსმენს და მე ანუ გამოდით ხარი დამეჭირეთ იმაზე რა თქმა უნდა მოგცემ 6000 გადამიხადე და მირტყი თუ მაგას ამბობ ამათ ლიდერი ხაზარაძე ვოშე არის საუბრები რომ ის ვაფშე აღარ არის ამათ ის გავიდა როგორი საკუთარ წარკვეთილები არიან რომ რითი ამართლებენ რაღაცა ანუ ძალადობრივ აქს ესეთ ქვეყანაში რომ ხელფასი აქვს მაგრამ იმას არ იძახიან ბიჭო არც ერთხელ რომ გმობ ამას თქვან რომ რა ცუდი ფაქტი მოხდა მაგრამ აი მანდმაინს ყავს ბიჭო მაგრამ თქვენ უფრო ცუდები ხართ რაღაცა თქვი საბჭოთა მართლობის რაღაც ირაკლი კობახიძემო ანუ ეს საბჭოთა მართლობაში პრემიერ-მინისტრი გარია და ანუ პრემიერ-მინისტრი დანიაში ვიღაცები რომ ცემეს ჩვენ პრემიერ-მინისტრს ურტყავს საბრალო ანუ ჩვეულებრივი დუპლეტები არიან გეუნები ანუ არა აქ ესენი იყვნენ ესენი იყვნენ ესეთ ტიპები ან ბატონ ყმური ან ბატონზე ვერ ამბობენ ვერაფერ რეალურად მათი ბატონი მონე მე გამონობა რომ შენ ციფრება რომ ესენი არის მართული ტიპები და რაღაცა პასუხისმგებლო აი ხო ადამიანი ხო ვარ და რაღაცა პასუხისმგებლო ხო გვაქვს ცხოვრებაში რაღაცა მეგობრებთან ესენი ზუსტად ეხა იმათთან რაღაც პასუხისმგებლობა გააჩნიათ ფული უყვართ ყველაზე ძალიან და უბრალოდ არ შეუძლიათ ამის იმიტომ რომ იციან რომ ის ფული გამოაქვს ეს გრანტი ჭამიაც იგივეა და ესეც იგივე არის ზუსტად რა არა მაშინ სწორი თქვი ძალიან მარტივია და კაცი ხარ და გამოდი და თქვი რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა კოპენჰაგენში გმობთ ამ ფაქტს მაგრამ ეს ჩვენთან არაი კავშირში არ არის და ჩვენ საბჭოთა და თქვი რაც გინდა ჩვენთან კაცო გადაუვარეთ ყვილის თქვი მართალის თქვი მაგრამ ეს მოცემული ფაქტი რაც მოხდა ციფრებში როგორ დაგყავს უბრალოდ დაგმე რა რაღაცა ანუ რამდენი და ანუ 6000 რომ მოგცენ რამდენჯერ უნდა დაგარტყანო ეს დათვლილი აქ ნეტასადმე ანუ აღწერილი არის ეს შეიძლება უკვე 18%-ის ერთი მოხვედრილი აქ რამოდენიმე მეტი ხაზარაძესგან აი როგორც ელისაშვილი შეუძრა ხაზარაძეს გახსოვთ აი რეებს ლაპარაკობდა ხაზარაძე ხოლმე ჩაიგდა ისრებში რო კოცნდი და ბოდიში მინდა მოგიხადო არა მაგას ზეგორი მეთოდია ჯერ გირტყავს და მე სიყვარულს გიხსნა მაგას ეგ მეთოდია ხა ჯერ გლანძღავს და მე გეფერება ეგ პონტია და ესენი რა შვები რა მოკლედ ქვეყანაში არის ესეთი ვითარება რა რომ
ხელფასი მოგვიმატეთ და გვირტყით თუ გინდა რა, ანუ ერთის ლოგიკით. მეორეს ლოგიკით არის რომ ყვავებს დააკორტნიესო, მაგრამ ის იქნება იმ ხალხს უნდათ რომ ყვავებს დაეკორტნათ თუ ანუ შეიძლება ეკითხვაც არის ვიღაცა შენ. კაცი ძალიან დეგრადაციას განიცდიან ეს რაღაცნაირი რა, უკვე ფულს კი იღებენ, მაგრამ ის სალაპარაკო რაც ეჩითებათ, მიხვდი? სო რა, სალაპარაკო დაილია უკვე, რასაც ლაპარაკობენ, თავის თავს ურტყავენ რეალურად რა, ანუ თვითონ ილახავს თავმოყარეობას, ავტორიტეტს, ყველაფერს და ანუ იმის უკვე იქით ამხარეს რა სიტყვის მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. თავარია რომ ეს ფული გადაიკეთოს უკანა ჯიბეში ჩაიდოს და მერე უკვე ბლა 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 და ლანძღონ და უკვე შეეჩვია. კომენტარებს ეგენი ართავენ რომ იქ კიდე უფრო გაიგონ რა რას ფიქრობს მაგაზე ხალხი, არაფერი. რაღაცას დაწერენ და გამორთავენ კომენტარებს და ზიან მერე ანუ ინბოქსებში რა ხდება? ინბოქსებს ხო ვერ გამორთავენ. არცება არის მაგის ფუნქციაც არ. ხო, მაგრამ არა აქვს რა, ანუ არა, ანუ ქართველი კაცები და ქალები ესენი არ არიან ძმაო. ქართველი კაცი მაგას ვერ მოითმეს, მაგდენ შეურაცხყოფას ვერ მოითმეს, მაგდენ მიწერილს ვერ მოითმეს. ანუ არ მიცემს თავის ბუნება რომ მოითმინოს, იმიტომ რომ ანუ არ მოიქცევა მინიმუმ ისე რომ აი ესე ლანძღონ, მიხვდი? არ გაიხდის საქმეს ეგრე. ამათ გაწყვეტილია. ჯაფარიძე ხო თქვა პედარას მეძახიანო კი გინდა იქ არ მაინტერესებს. აი ეგ ზუსტად არის ეგ ტიპი, ანუ რომ ქართველი უნდათ რომ იყოს ეგეთი ტიპი, რომ გინდა აგინე, გინდა აბურე, გინდა იმასკენი, გინდა ეს უქენი. აი ზუსტად მაგის თავის ნაირი ტიპები უნდათ რომ იყვნენ დანარჩენები და ეს საწყლებიც ძალიან რაღაცა ძალიან მეწოდებიან, მაგრამ რაღაც გარკვეული რაღაცა კატეგორიის რაღაცა ბაჭაჭყუტა ვიღაცები მართლა ანუ იღებენ ამათგან მაგალითს ხვდები? და ანუ რა გაიზდებიან ეხა ეგენი კი ჩვენც ვიცით. რაღაც ეხა ბოლოზარზე მაგაზე მაგალითი გამოსნა, ბოლოზარის რაღაც ვიდეო დაიდო, ნახეთ საქართველოს და ევროკავშირის დროს რაღაც ქართულიც ეყოდა ესე რომ მე მასწავლებელი გამოდის და ესე შეაერთებს ამ ევროკავშირს და საქართველოს დროს და იქ რა ისეთი კრინჯი ვიდეო იყო რომ ეს ყოლაივე და ხოდა ცვალეთ იდეოლოგიას ყოველში სასწრაფ. ჩვენ როგორ განვიხილავთ ეხა ამ ამბებს რას ხდება რა და ჩვენ ამდენი გვაქვს და როგორ ანუ ყელშია უკვე და. ეხა მე მინდა ჩემს ყოველ რუბრიკას დაუბრუნდეთ. ქალბატონი დიანას რუბრიკას, რომელსაც მართლა რამდენიმე დღე აქვს ალბათ დარჩენილი რომ აი არ ადგეს და აღარ შეუულია. მოვიწვიოთ რა თუ მოვიწვიოთ რა. მართლა მინდა რომ მოვიწვიოთ და მართლა მინდა რომ თვითონ თქვას თავისი ვიდეოების ანუ კოლაჟი თვითონ ილაპარაკოს ზოგადად აი რას ფიქრობ რა ზონემდე არის მისული რა და მოდი მოვუშვებ სამსახურიდან ეგრო თქვა რას ფიქრობს კაი ჭიჭე და ის ჯაფარიძე ხო გარეთ გავარდნენ ოსა ჭამენ ხაჭაპურებს და სახაჭაპურებსთან ბირჟაობენ და ხაჭაპური რა ის და ორი ლარი და ამას ამ დიალოგში არიან და ვიღაცა უღებს ვიდეოს რომ ვითომ ხალხს ელაპარაკება და პოტი არის რა და კაი ვაშაძე ხო იმენა ვაშაძე იქ რომ იდის დიანა თუ უზის არ მინდა მე აი პონტი ეჩი აღარ მიდის და ეხლა უყურე ჭიჭე ყავს გამოჭერილი რა და შეხედეთ სანა გიორგი ნახეთ წინა არჩევნების თქვენ მიერვე არაღიარებული შედეგად კი ბატონო რა კი რას გეკითხეთ ხომ კითხეთ რომ ალიანს მაგარნაგი შეყავს ანუ რა კი ეხლა რა გეგონა შენ ეხლა ჭიჭე რა გეგონა რომ ეხლა დიანა გიზის წინ და ხო კი ესე უცებ ანუ კიებით და რაღაცებით ამ გოგოს დააბნევდი და შენსაც გაიტანდი? აბა რა კი? აი გითხარი რა კი რა როგორ მიგაიცი ამ ვიდეოს გაგრძელება როგორ არ მოხდა ნახე აი კრიტიკდება ბლუხუნი ამ რა კი უთხრა რა უპასუხა რა და მეორეს გავუშვათ არის ლიდერი, რომელმაც თავისი წარსული პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე მოიპოვა მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნდობა. ის იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავადვე აღიარა ბიძინა ივანიშვილმა და ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელსაც აქვს იმის რესურსი, რომ ქართული ოცნებისგან წამოიყვანოს ყველაზე მეტი ამორჩეველი და ეს რეალურად ჩანს კიდეც და ამას თავადაც აღიარებენ, ხო? ამიტომ ეშინიათ და ამიტომ დევნიან სწორედ მას ყველაზე მეტად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამის მოთხოვნილება ყოველთვის არის და როდესაც საჭირო დაიდება სადმე აყენა დიდი დარტყმა აი სლოჩი აიმეცი ისე იყო რა იყო მაქსერიას secret files თუ რა ერქვა ხო ის მანდრო იყო რა ის მუსიკა სლოჩი მაგაში ამყოფებს ამაც და ელოდება რა რომ აი მაინც რა ადგილში და მიაყენა მაგარი დარტყმა თერ უცდის ბოლომდე აკტორინებულია. აღარ შეუულია, ანუ აღარ შეუულია. ერთი და იგივე ტონალობაში ყოველთვის და. დიანა, შენ გაძლებას პროსტა აი რა რეები გესმის ყოველ დღე რამადე რაღაცას უსმენ ძალით.
ჩვენ ვართ შენი მხარდაჭერები და რამე თუ დაგჭირდა შეგიძლია ყოველთვის ამ გადაცემაში მობრძანდე და მესამე წამყვანად დაგსვავ. აი პირობას გაძლევ რომ შენ просто სურვილი გამოთქვი და იცოდე რომ აქედან თუ მოგინდა წასვლა აქ ვართ და მარტო არ დარჩები. ეგრევე აი შუაში შენთვის ადგილს ვამზადებ და ჩვენ სამაგ წავიყვანოთ ნორმალური გადაცემები, როგორც წესი და რიგი არის. აღარ ამოგივიდა ყელში ეს ყველაფერი. მანდ ყველაზე ნიშანდობლივი რა არის ეს რესპონდენტები, ანუ მაგ გადაცემებში, ეთერებში როგორ არიან მიჩვეული, რომ ოდნავ კრიტიკული კითხვაც არ დასმულა. ანუ ეხლა რომ რაღაც კითხვა დაუძოთ და შოქში ვარდები ანუ უბრალოდ რომ სად მოვიდით ხო შეგვეშალა ეთერი. ეს უნამუსო გოგო ეს უნამუს გახარიასთან რო არის ხა ეს თვალხარიას ეძახდა გახარიას და პლაკატებით დადიოდა რუსთაველს და ეხლა აგი როგორ აქეს ნუ ჩემთვის ალბათ ამბათვის არ არის წარმოდგენილი ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელია ესე რა ვიღაც ადამიანი აი გუბაზა როა ვიყო და ნებისმიერ ეგეთი პიროვნება ეს ადამიანს შეურაცხყოფას აყენებდა მეორე დღეს ან ელიცაში მაგათთან ერთად იდგე ნუ აი აი ერთი შანსი რომ გამოხვიდე და თქვა რომ თუ არასწორად ამას შვებოდი ძმაო ბოდიში მოიხადე და დამთავრე ეს ყველაფერი მაგრამ როგორ ელისაშვილ მოიხადა ეგეთი ბოდიში არა ელისაშვილმა რა ბოდიში მოიხადა ეხლა ციკიდან ხაზარაძეს ხომ მოუხადა ბოდიში მაპატიო და კისერში რო კოცლა sorry რა არის მნიშვნელოვანი რა რასაც ხა ჩვენ თავიანთ წრეში არიან ჩაკეტილები. ხო, სხვა არ მოусმენდა იქ თუ არის. იმის იქეთ აი არ გონებიან და გონიათ არც გონე ზუსტად იციან და სადმე გინახავთ აი ესე ხე ჩვენ სამი რო გავიდით და ჭავჭავაძეზე გავიაროთ ან რა ვიცი სადმე ქალაქში. ეგენ ვერ დადიან რაღაცა მაგ როგორ მომენტიც არა არის გარკვეული კატეგორიის საზოგადოების ნაწილი რომელიც მართლა ერთ ნაჭუჭი არიან ერთ ბაბლში არიან და იქ რო საუბრობენ სულ ერთმანეთს კი აი ცოტა აჯერებენ ერთმანეთს ჩვენ ბევრი ვარ და ჯონია რო ეგრეა და მე მაგიტო არის რომ გამოდიან და ხალხს რო ეჩხუბებიან გარეთ რა არ გამოდიან კაჩავები როგორ წავაგეთ ან კაჩავები სტუდენტებს ებძვიან აი ნამუსო რო ეს ახობაძე ხო იცი აი მენაცვი გამოვიდა ბიჭო ვიდეოს ნახო და სტუდენტებო შუბლის ძარღვი ვარგა ხო სათხართ როზი ხარცაში შუბლის ძარღვი ვაფშე რა იცი შენ ანუ გაიხსენე ვინ ხარ და რა გაკეთებული კიდე ერთხელ არ ვიტყვი მაგას შუბლის ძარღვი ვაფშე იცი შენ რა არის და დაანებე ბიჭო ამ სტუდენტებს და უშემავანებელო და ადი რა უბაში აბირჟავდი რა სადაც იყავი მარტივია ბიჭო მარტივი ვერ ხვდე უბრალოდ რატო ვერ ხვდები იმას რომ იმ სტუდენტს არ უნდა თორე სტუდენტმა რომ პროტესტი იგზნოს შენი თქმა არ ჭირდება ყველაზე ისეთი ანუ იმპულსური საზოგადოება სტუდენტები ახალგაზრდები იმიტომ რომ ვერ გააჩერებს სტუდენტს თუ მართლა იმან იგზნო რომ რაღაცა პროტესტი არსებობს ვერც ეს სტუდენტს ვერ გააჩერებ, გამოვა ყველა გარეთ შეაკლავს თავს, ანუ და უბრალოდ არ უნდა და არ გიჯერებენ, მარტივია რა. და ერთ-ერთი მოდი ერთ-ერთი ეგეთ ამაკ საზოგადოების ნაწილს ერთ-ერთ წარმომადგენელს შევეხოთ რა. აი წარმოიდგინე, აი ნუ არ ვიცი, ხა ინგლიში რაღაცა stand-up show-ები რო არის, იქ დგას და რა აბსურდს ლაპარაკობს, მოусმინოთ ამ ქალბატონს. I said საქართველოს სახელმწიფო უფლება. I was cornered on the street during the protest and all I thought they would kill me and all I could think about I was like oh my god I'm going to die by police who are not even hot. I really missed London's police at the time because here police looks like they just came off the Vogue photo shoot and Georgian police looks like we are on very angry Mr. Potato lookalike competition. ძალიან თუ ხათ არის არა აი ჯერ ეს რო იყოს ეს რო მართალი იყოს ჯერ როგორ უნდა წახვიდე და ამაზე იხუმრო და რა თენდაშოუში და მე მეორე ძმაო ესენი არ არიან თბილისელები და ქართველები არ არიან ესენი არიან ბანძები ძმაო აი მე მეორე მომენტ კიდე რა არის აი ეგ ეს რომ ამიმდოს რომ მოусმინე დამაინტერესა და მოვიძიე რა ინფორმაცია დამაინტერესა ჭარბწონიანი და ზოგადად ესეთი პოლიციელები თელ დედამიწაზე ყველგან არსებობს ჩვენთანაც არსებობს ამერიკაში და ნებისმიერ ქვეყანაში ხო ეს ძალიან მარტივია და აი ინგლისში აი სპეციალურად დამაინტერესა რა მდგომარეობა არის და აი ახლა წავიკითხავ რომ არ შემეშალოს ინგლისელი პოლიციელები ჰათ არიან თუ არა ეგ რა დასერჩე ჰათ არიან თუ არა რა მდგომარეობა პოლიციაში აი როგორ არის სიმს ჭარბწონიანობა პრობლემა არის და მაგარ ჯანზია იქ აი ოფიციალური შემოწმება ვაჩვენა რომ ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის მამაკაცთა ოფიცრების 52% ჭარბწონიანია ხოლო 22% სიმსუქნით იტანჯება
ქალი ოფიცრები ამავე მონაცემებით 32% ჭარბწონიანი და ხოლო 16% სიმსუქნეა და ბრიტანეთში ამას ზოგადად სერიოზული პოლემიკები მიდის ამ ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით და 2014 ზუსტად არ მახსოვს რომელი წლიდან, მაგრამ 2014 დაახლოებით რაღაცა ნორმატივები შემოიღეს პოლიციაში. ანუ ეხლა მაყურებელი აი სურათებს ნახავს როგორი ვოგის მოდელი პოლიციელები ყავთ ბრიტანეთში. უბრალოდ ნუ აი მაგისტვის ეგენი არის ერთი შემარხებოდი რომ აი ვოგი და აი მე არ ველოდებოდი მაგრამ ესეთ კატასტროფულ შედეგებს არ ველოდებოდი ნამდვილად ეგენი არის ეგენი ხები მაგას რეალურად მაგას კი არა მე ეგრე თulis მაგაც მე მან რაც დავიჭირე მან ერთი ის არის მნიშვნელოვანი მომენტია რომ ეს ადამიანები ანუ თავის ქვეყანაზე, თავის მოქალაქეზე, ან პოლიციელზე, ადამიანზე, რომელიც ამართალდამცავია რა ისე. მე თვითონ მეურეკავენ რა. მათ იცავს ისე, მათ ჯანმრთელობას იცავს და შემდეგ დასცინის, აბუჩათ იგდებს რაღაცა ფიზიკო, თან სხვა ქვეყანაში ამით თავს იწონებს იქ და აქ თავისნაირებს ეუნება რომ აი ამათ ესე დასცინეთ რა, იმიტომ რომ აი ეს არის პრობლემა და ნუ აქ ერთ რაღაცასთან გვაქვს მართლა უსამშობლოს რომ ეძახიან ადამიანებს, ანუ ეს რაღაც მგონია რომ მართლა შესაძლებელი არის, იმიტომ რომ სულიერი მდგომარეობა მათი ძალიან მძიმე, იმიტომ რომ აი არ ვიცი ხა შენ საკუთარ ქვეყანაზე, შენ საკუთარ მოსახლეობაზე, შენ საკუთარ რა ვიცი რწმენაზე, ამ ყველაფერზე ესე დაცინვით, ესე აბუჩად აგდებით, ეკიდებოდე რომ მე არ წარმომიდგენია მართლა აი ჩვენს წარმოდგენაში ეს არის და იმიტომ რომ ჩვენ სხვა ცხოვრებით, სხვა ღირებულებით ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა შეუცდომელი და უცოდველი არავინ ვართ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის რომ რაღაცას ცუც რო გავაკეთებთ, იმის აღიარება შეგვიძლია და იმის თქმაც შეგვიძლია და ესენი საერთოდ არაფერში ანუ მის შეცდომას ვერ ხედავენ, მხოლოდ მეორე მხარეს მიუწოდებენ რომ თქვენ ხართ მახინჯები, ესეთი ამნაირები. საქართველოს არ ვარ, ვაფშე. განც არა, ქვეყანაში ჩემი ქვეყანა ესეთი შეგრძნება მაქვს რომ საქართველოს კი არა. ზოგადად ადამიანობაც არ უყვართ, ეს ცხოვრებაც არ უყვართ, იმიტომ რომ არავინ არ აძალებს რომ შენ საქართველოს გიყვარდეს. ქართველი არ გიყვარს საქართველოს, ესე იგი არავინ არ უყვარს საქართველოს, არ მოწონს შეიძლება არ მოწონს ჩვენი ამ დინარი ან წყალი ან ხალხი, მაგრამ ну ეგ ვაფშე აბსურდია როგორ შეიძლება ეგ არ გიყვარდეს და ზოგადად ადამიანებიც არ უყვართ აი სიყვარული არ გააჩნიათ რაღაც ყველა არის სიძულვილით გამსჭვალული რაღაც აგრესიული იქით ამცირებენ აბუჩათ იგდებენ დასცინიან და შენ თუ პასუხი გაესცი ან მოთხოვე რომ უკვე ამაზე ერთ ამბავში არიან და მე უკვე მაგათ მიმართ რა ვიცი იმედი არ მაქვს რომ ესენი გამოსტოლდებიან არა ისა იმედი ეგ ყველაფერს ესე თვალდახუჭულიან დამუნჯებულმა უსმინო ეხა მით უმეტეს როცა შენ ქვეყანას ეხება ოჯახს ეხება შენ რწმენას ეხება მე ვფიქრობ და მოუწოდებ ყველას ჩემ თანატოლებს ახალგაზრდებს რომ რაღაც დონეზე არ არის აუცილებელი რომ შეურაცხყოფა ვაყენოთ და ჩვენც მათ დავემსგავსოთ პასუხი უნდა გავაცეთ ყველა იმ რაღაცა უაზრო განცხადებას ბრალდებას რასაც ჩვენ ქვეყანაზე უნდა გავაცეთ და იმ ჯანსაღ პოლემიკაშიც და დებატშიც ვეთანხმები რომ უნდა შევიდეთ და უნდა დავანახოთ სად არის სინათლე და სად არის სიბნელი რა. კი, უნარი, უბრალოდ უნდა გააჩნდეთ იმის რომ დავждდები ძმა ერთმანეთს პატივს თუ არ უცემთ სიტუაციას უცეთ პატივი და ყაყანს და ჭხუბს და იმას ერთმანეთში აზრები გავცვალოთ, მაგრამ არა აქვს ბაქ არგუმენტი, არა თქმა უნდა და რო კითხვა რა რო დავუსვა. იმიტომ არის ამ მდგომარეობაში რომ არგუმენტი რო არაცემთ, იმიტომ არის ხა რა ვიდეოების გაჩართეთ, აი მაგიტო არის ამ მდგომარეობაში რომ არგუმენტი არ არის. ეუნები რომ დანიაში ხალხი ცემეს მოგწონს კითხავს და იქ 6000-ია ხელფასი მაგას ბიჭო ვერ გეტყვის პასუხს მიხვდი ხო და იმიტომ რომ იქ პასუხობს ამ ის ჭიჭეც იმას გამოჭერილი ყავს და ერთი თუ კი რა კია აი რა კიო აი ეგ არის მიხვდი არა უკან არაფერი ხა გამოდის ტიპი და ჩვენო წესიერი პატიოსანი ძალა ვარ და ეგრე ვინ გახასიათებთ და ჩვენ ვიხასიათებთ ჩვენ ანუ ნაგლები არის ანუ ეს პოლიტიკა ბინძური თამაში არის ეს ხო ზოგადად ხო ესე ვიცით მაგრამ აი ზუსტად აი ალბათ ამ ესეთი რაღაცეების გულისთვის არის ბინძური რა ანუ რო აი ესეთი ბინძური ხალხი
რომელსაც ვაში ნატამალი არა აქვს ნამუსი, სულ ერთი და იგივე საგზერებს და ამ მაგალითით აცხოვრებს თავის ტიპებს, თორე ხა ჩვენ 1000 წელი ჩვენზე ეგ გავლენას ვერ მოახდეს და იქით სულ უფრო და უფრო მეცოდინება რომ ეგეთი არ უნდა ვიყო და არ ჩემი შვილი არ უნდა იყოს ეგეთი და ყველას დავეხმარები იმაში რომ ეგეთი ტიპი მაგისგან მაგალითი არა იყო, ხო? აი ეს არსება ეხლა წარმოიდგინე აი როგორ სიმართლესაც არ უნდა ლაპარაკობდეს, უბრალოდ ჩემთვის ძალიან წარმოუდგენ როგორ შეიძლება ამის საუბარი სადღაც უცხო ქვეყანაში შენ ქვეყანაზე იხუმრო. ან მეორე თავიდან რა გასაკვირი რა არის, შეესწრენ ხო ჩადიან ეს ოპოზიცია დანოსებს რო წერენ იქ და ერთმანეთს რო ეჯიბრებიან, რომ არ მიცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ნუ ამ ამბებში რო არიან და ყველანაირად ტიპიური მტრები რა ჩვენი ქვეყნის და მე მართლა უკვირთ კიდე რომ ხალხი გარეთ რატო არ გადის და გვერდში რატო არ როგორ უნდა დაუდგეთ ამათ ხალხი რაღაცა კატეგორიის სულ ესეთები იქნებიან, მაგრამ მადლობა ისინი ყოველთვის ჩვენ ქვეყანაში იქნებიან ძალიან მცირე უმცირესობა. ის კი არა რომ რაღაცა აი ახლოს იყოს არა აი 10% მაქსიმუმ ის სულ ესეთი გაბოროტებული საზოგადოება. მე ალბათ აი ერთას დავაფიქსირებ რომ ეს კასტა რა მგონია რომ 10%-იც არ არის, შეიძლება 1% არის, ვინ აი ამით საზრდოობს რომ რა იყოს განსხვავებულ აზრზე, რაღაცა საკითხზე, ვინც შეიძლება მათ რაღაცა ერთ დეტალში ეთანხმებოდეს. ეგეთ ჩვენს გარშემო ჩვენი მეგობრებიც არიან და ღმერთმა დაგვიფაროს ყველაფერში სულ ერთ აზრზე ვიყოთ რა. ხო, გაბარა. ეს ძალიან აი ხაზი უნდა გაესვას მაგას, რომ ეს კასტა არის, რომელიც ყველაფერში აი მეორე სოფლიო ომში რომ დაბადებულიყვნენ იმ დროს ჰიტლერისკენ ანუ იქით იქნებოდნენ რა ჭაპა ჩვენ რუსები და სტალინისკენ იძახიან ხას რომ აი რას აღნიშნა რომ ჩვენ ახლა შეიძლება რა ერთმანეთში ბევრ აზრში ვეთანხმებოდეთ რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ მაგრამ ჩვენ ხო აქცენტს არ ვაკეთებთ იმაში რაშიც არ ვეთანხმებით იმერც ხო არ ვეჭიდავებით და ამის გამო ხო არ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი ხო ას მილიონ საკითხს ვიპოვეთ, რაშიც ერთმანეთში ვთანხმდებით და მოდი რაშიც ვთანხმდებით და რაშიც ერთად შეგვიძლია ეს საქმე ვაკეთოთ, იმას მივყვები. ესენი პირიქით ცდილობენ, აი რამე საქმე რო დაინახონ ხალხი რაღაცაში გაერთიან და იქ მაინც იპოვიან და ეგ რაოდენობა არის, არ ვიცი, შეიძლება 1%-ია. უბრალოდ მე 1% ურევს თავგზას 5%-ს კიდე მე იმას რაღაცა ემატება და ჯამ შეიძლება მაგათ პროცენტზე ადიან. ხო, ჩვენ წრეში ხა უამრავი ადამიანი ვიცით, ვინც მაგათ აქციებზე დადიოდნენ და აპროტესტებდნენ და ასე შემდეგ ხო ძალიან ლოგიკურია კი ბატონო მაგრამ არის რაღაცა კატეგორიის ნაწილი ყო რომელიც მაგალითად ანუ შენზე უარი თქვა იმიტომ რომ შენ რაღაცა შენი შეხედულებები გაქვს მაგრამ არის რაღაცა ნაწილი ვისთანაც დღემდე ვაგრძელებთ ურთიერთობას და რაღაც იმ ადამიანობას ვცემთ ხო პატივს ეხლა შენ სწორიად აღნიშნე რომ ეხლა ჩვენ რო ვილაპარაკოთ უამრავი რაღაცა განსხვავებული შეხედულებები გვექნება რაღაცების მიმართ თემებს რაზეც განსხვავებული აზრი ეს ჩვენ ხელს არ გვიშლის მე რაღაცა პატივიცეთ ერთმანეთს და ვიმეგობროთ ხო და ის საზოგადოება, ნუ აი ამ აბსურდებში არის, შენ ყველაფერში სწორი თქვი ხა რა ჩამოთვალე, მაგრამ ნუ მიუშვა თავის ნებაზე და საბოლოოდ მე ყველაფერი გავაჩნდება. იმის როქია. რა თავისუფლების დღეც და მოგვადგება და 26 მაისი, აი გაერთიანებს ხა, ეგეც როგორი მნიშვნელოვანია, რომ აი რაც გვაერთიანებს, იმით მაგიროთ რომ იმას მიუყვეთ და ყველამ ერთად ვიზეიმოთ რაღაცა გამარჯვება, დამოუკიდებლობის დღე მაგ დღეზეც დაანონსებულია აპირებენ ხო მაგ დღეზეც დაანონსებულია რაღაცა პოლიტიკური ოპოზიციის ვერ უწოდება მაგრამ ვერანაირ პროვოკაციას ვერ მოაწყვეტ ყველაფერი გაიგო და მე ხალხი გამოვა ვერაფერი არაფერი არ ჩატარდება რა ქვია ჩატარდება აღლუმი ხალხი გამოვა და ბავშვებით და იმით და ამით და ხვდები აქეთ იქნება რომ სიმხიარულება და გარდობა და აქედან რაღაცეებს ალბათ ამეებით იყვება როგორც პატრიარქის გარდაცვალება იყო ოჯახის წმინდა და იქით რო ბოლო წლებში მე მივესალმებ ძალიან ცივილურია არის რაღაცა ფიცის დადების ცერემონიალი და რო უყურებ ანუ აი სიამაყით ვივსები რომ ჩვენი თანამოქალაქეები ყველა ქალაქში როგორ დებენ ფიცს და სამშობლოს შეფიცავენ ერთგულებას და ეხლა ვიღაცას უნდა რომ ეს მოიპაროს თუ ეს ჩაშალოს აი ამის გამშლელი იყო რა და მადლობა მეც მართლა არაფერი არ გამოვიდა ისე ისეთ მდგომარეობაში არიან პროვოკაციასაც ვერ მოაწყობენ არა მაგის შანსი ნოლია ყველაფერმა მშვიდობით ჩაიაროს და ეგრეც რავი უნდა მოხდეს ყველაფერი მე ვფიქრობ რომ მათ გამოჩნდება რა ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოჩნდება მაგის და ჩვენ კიდე რაც შეგვეხება ჩვენ კიდე სულ დავაფასებთ ამ დღეს სულ აღნიშნავთ და სხვანაირად მადლობა ღმერთო სხვანაირად ვაზროვნეთ და რაღაც ეს დეგრადირებული პრიმიტიული ტიპები არ ვართ რა მოკლედ რავი და დასასრულისკენ წავიდეთ უღრმესი მადლობა ჩემო ძმაო აქ მოსვლისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს ძალიან გაიხარდება და ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იყო შენი ჩვენთან მოსვლა მადლობა რომ გვეწვიება ხარ წარმატებები იმ საქმეში რასაც აკეთებთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მთელი გულით წარმატებებს გისურვებთ
მადლობა თქვენ ბიჭებო კიდევ ერთხელ და ასევე წარმატებები თქვენს საქმეში. მადლობა რომ მომეცით საშუალება დამიფიქსირებინა ჩემი აზრიც, ეს ჩვენი პროექტებიც გაგვეცნო თქვენი აუდიტორიისთვის და მეც გისურვებ წარმატებებს, უსურვებ ჩვენ ქვეყანას წარმატებებს და ღმერთი ფარავდეს ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას. დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს კიდე დიდი მადლობას მოვუხდი ყურებისთვის, მოსმენისთვის, ჩართულობისთვის, გამოგვიწერეთ, უდაგეზარებათ და შევხვდებით მომავალ გადაცემაში. დიდი მადლობა. კარგად გზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე, მადლობა რომ გვიყურებდით.